სინიორის მოედანზე ჩვენ ღამით სეირნობისას მოხვდით ჩასვლის დღეს და მეორე დილას გადაწყვეტეთ, რომ გვენახა ნორმალურად ეს მოედანი და დაგვეთვალიერებინა თუ როგორი იყო თვით მოედანი სინიორის და პლუს პალაცო ვეკიო, იგივე ძველი რატუშა, იგივე ძველი დარბაზი, იგივე ეხანდელი მერია. ამჯერად ზუსტად პალაცო ვეკიოში ვიმყოფებით და პირველ სართული დავთვალიერეთ ჩვენ არავს ვართ ზედა სართულებს, სადაც საგამოფენო დარბაზი, საგამოფენო სივრცე არის და აუცილებლად უნდა მოინახულოთ და სულ ზედა სართულზე კიდე რატუშის თავიდან შეიძლება გადმოიხედოთ და განმოხედოთ ზევიდან ფლორენციას. ძველად სადაც აი ეს მოედანი იყო, მდებარეობდა სახელოსნოები, საავჭრო ცენტრები და თეატრიც ყოფილა. და შემდგომ განმავლობაში უკვე გადაიქცა სინიორების მოედნად და სინიორების სასახლედ. ეს შენობა იმავე არქიტექტორმა დააპროექტეს, რომელმაც დააპროექტეს დუომო და ეს ლამაზი ფრესკები, კოლონადის დამუშავება არის შესრულებული ჯორჯ ვაზირის მიერ. პალაცო ვეკიო აშენდა 1310 წელს და ის გახდა ფლორენციელი მთავრობის რეზიდენცია და ზუსტად მოედანსაც დაერქვა ამ პერიოდში პიაცა დელა სინიორია, იგივე სინიორიის მოედანი. პონტო ვეკიოს შესასვლელში არის განთავსებული ორი უზარმაზარი ფიგურა, ერთი არის დავითი მიქელანჯელოსი, რომელიც არის ასლი და ჩვენ ვიცით რომ ორიგინალი გალერეაში ინახება, რაღაც პერიოდი ამ მოედანზე ორიგინალი იდგა და შემდგომ აი ამ ასლით შეცვალეს. და ეს მეორე არის ჰერკულესი და კაკუსი, ის არის ბაჩიო ბანდინელის ქანდაკება, მე მგონი ესეც ყოფილა, დანარჩენი სულ ორიგინალები არის ამ მოედანზე განთავსებული. როგორც ხედავთ, ეს არის მუზეუმი ღიაცის ქვეშ, რომელიც დღემდე არსებობს, მოყოლებული 1300 წლებიდან და რომელიც გვაუცებს თავისი სილამაზით და ქანდაკებების სილუეტით. ეს არის ფლორენციაში ძალიან ცოტა ფონტანია და ეს ერთ-ერთი ფონტანი ნეპტუნის ფონტანი, რომელიც 1563 წელს გაკეთდა. ნეპტუნის აღნაგობა და სახე კაზინო მედიჩის არის. ის გამოსახეს ნეპტუნის სახით, რადგანაც ამ პერიოდში ფლორენცია მოიპოვა ზღვაზე გასასვლელი და აი ამის მაჩვენებელი იყო, ზუსტად მისი სიძლიერის მაჩვენებელი იყო აი ეს ფონტანი. ასევე მის გვერდით არის ბრინჯაოს ხენის ქანდაკება, რომელზეც კაზინო პირველია შემომჯდარი, ცნობილი ადგილი, ანუ ლოჯა დე ლანცია, ეს რენესანსის პერიოდის ქანდაკებებით დახუნწული ლოჯა და აქ სადაც 15 ქანდაკება არის ამ პერიოდის. ლოჯა აშენდა 1380 წელს რესპუბლიკის ცერემონიისა თუ საზოგადოებრივი შეკრების გასამართად. როცა სამრეკლო ზარები დაარეკავდა, აქ იკრიბებდნენ მოქალაქეები და განიხილავდნენ სხვადასხვა საკითხს. და აი ამ აივანზე გადმომდგარი მთავრობა კი აცნობებდა მათ ამა თუ იმ ამბავს. ეს ქანდაკება არის პერსევსი, როდესაც მეზდუზას თავს მოკვეთს და ვიცით მედუზის შემხედვარი ადამიანები გვხვდებოდნენ. აკი ნაჩვენებია თუ როგორ იტაცებდნენ მეზობელ ქალებს რომაელები. კენტავრთან ბრძოლა არის გამოხატული და საერთოდ ყველა ქანდაკება ბრძოლას თუ მკვლელობას ასახავდა. ალბათ ვინც განათავსა ეს ქანდაკებები ამ უზარმაზარ აივანზე ფიქრობდა შემდეგნაირად, ანუ უნდოდა ეთქვა, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. და აი აქვე მდებარეობს უფიცე, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმი. მისი მშენებლობა დაიწყო ტოსკანის ჰერცოგმა კოზინო მედიჩის დაკვეთით 1560 წელს. შენობის არქიტექტორი იყო ვაზარი. ამ შენობის 45 დარბაზში ჩვენ გვხვდება სადღაც 100,000 ნამუშევარი ცნობილი მხატვრებისა. გალერეა უფიცი სიტყვით რომ თარგმნოთ იტალიურიდან კანცელარიის გალერეას ნიშნავს.
თავდაპირველად ეს უნივერსალური მუზეუმი იარაღით, სამეცნიერო, ასტრონომიული ხელსაწყოებით, ძვირფასი ქვებით და ქანდაკებებით. და კარდინალ ლეოპოლდო მედიჩის ღვაწლი ფასდაუდებელია ამ ოფიცის გალერეის შექმნაში. რაც შეეხება ოფიცის მუზეუმს, ის პირდაპირ კავშირში არის მედიჩების გვართან, მათ საოცარ ჟინსა და ლტოლვასთან, რომ ხელოვნების შედევრები პირად კოლექციაში ჰქონოდათ. როგორც მათი გვარის ისტორია ვითარდებოდა თავისი აღმავალი და დაღმავალი პერიოდებით, ასე იცვლებოდა მედიჩების მფლობელობაში არსებული შედევრების ბედის. დროდადრო ისინი სხვა უფრო გავლენიანი მფლობელის ხელში აღმოჩნდებოდნენ, შემდეგ ისევ იბრუნებდნენ მედიჩები, თვალთაცვლება უარყოფდა და ისახებოდა ხოლმე ამ გალერეაზე, მაგრამ მედიჩები თაობიდან თაობამდე ცდილობდნენ ამ ექსპონატების შენარჩუნებას, ხან ანდერძით დაუტოვებდნენ შთამომავლებს, ხან ზითვად გადასცემდნენ, ასე გაუძლო მედიჩების კოლექციამ დროს. და ამ მუზეუმის კოლექცია იზრდებოდა მედიჩების დინასტიის დაცემის შემდეგაც. ამჟამად ის მოიცავს ისეთ იტალიელ ხელოვანთა შედევრებს, როგორიც არის ჯოტო, ბოტიჩელი, ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი, ჯორჯონე, ტიციანი, უჩელო, ფილიპო ლიპი, ჩიმაბუე, პიერო დელა ფრანჩესკა და სხვანი. აქვე არის ანტიკური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, ჰოლანდიური და ფლამანდრიული ხელოვნების ნიმუშებიც. ჩემი ყველაზე საყვარელი ნახატები ბოტიჩელის, გაზაფხული და ვენერას დაბადება. ბოტიჩელის ეს ნახატები არის ნეოპოლიტიზმის გაშღენთილი, აერონული, აღმაფრენის მომცემი, სხეულის პლასტიკა თავისებურად აქვს გადმოცემული და ძალიან მიყვარს ბოტიჩელი. ის აქ ფლორენციაში დაიბადა, შეყვარებული იყო სიმონო და ვესპუჩში. ამ გოგოზე შეყვარებული იყო ყველა დიდი გვაროვანი ფლორენციაში. და ნახატში ვენერას დაბადებაში, აი ვენერას სახე არის აი სიმონო და ვესპუჩის სახე. შემდეგი ოთახები რაფაელის, ლეონარდოს ნახატებით არის შემკული, რომელსაც ახლა თქვენ დაათვალიერებთ. მე უკვე აღარ ვილაპარაკებ ამ ხატრებზე, ვისაც ბევრი რაღაცა ხსმენიათ, ვისაც აინტერესებს მათი ისტორია თუ ნახატის წარმოშობის ისტორია, შეუძლიათ ისედაც მოიძიონ, უყურეთ იმას, რაც მე ვნახე ამ უამაზეს და ძალიან საინტერესო საგამოფენო დარბაზში. Come è possibile un anno senza te? Adesso scrive aspettami, il tempo passerà, un anno non è un secolo, tornerò. Come è difficile restare senza te. Nostalgia senza te tornerò da quanto sei partito è cominciata per me la solitudine intorno ai miei c'è il ricordo dei giorni belli del nostro amore. La rosa che mi ha lasciato si è ormai seccata ed io la tengo in un libro che non finisco mai di leggere. Ricominciare insieme, ti voglio tanto bene, il tempo vola, aspettami, tornerò. Pensami sempre, sai, il tempo passerà. Sei la vita mia, amore mio, quanta nostalgia, è un secolo senza te. Tornerò, pensami sempre, sai, tornerò.
Mi dispiace risvegliarti, forse un uomo non sarò, ma ad un tratto so che devo lasciarti, tra un minuto me ne andrò e non dici una parola, sei più piccola che mai, in silenzio morderai le lenzuola, so che non mi perdonerai, mi dispiace, devo andare, il mio posto è là, il mio amore si può. ელაკ ამ ფანჯრიდან რა გადაიხედებით მოჩანს პონტოვეკიო, რომელსაც უკვე გალაპარაკეთ. ესეთი ლამაზი ხედი იშლება და კაფეტერიაც არის აქ და იქიდან ესეთი ძალიან ლამაზი ხედი იშლება ფლორენციაზე. ოფიციდან გამოსულები უბრალოდ სერნობდით ფლორენციის ქუჩებში, ხან ეტლით, ხან ფეხით და ისე ვეცნობოდით ამ ლამაზ ქალაქს. Voglia di lei si muove la sua. ხო, აქაც ერთი უნდა გითხრა, დანტეს მუზეუმთან არის აი დანტეს სახე. სპეციალურად წყალსასხამენ, რომ ესე გამოჩნდეს მისი სახე, რომელიც დანტეს სიცოცხლეშივე იყო ეს სახე ამ ფენელზე და ის ყოველს ამბობდა, მე მოკვდები და ჩემი სახე დარჩება ამ ქვაზე. Il suo uomo che non c'è, mi dispiace, devo andare, il mio posto è là, il mio amore si potrebbe svegliare, chi lo scalderà. Nella mente c'è tanta, tanta voglia di lei. Chiudo gli occhi un solo istante, la tua porta è chiusa già. Ho capito che cos'era importante, il mio posto è solo là. Chiudo gli occhi un solo istante, la tua porta è chiusa già. Ho capito che cos'era importante, il mio posto è solo là. სერნობით მოვხდით მიქელანჯელოს მოედანზე. ეს არის როგორც ჩვენთან ფუნიკული ორი ისე არის, საიდანაც ულამაზესი პანორამა იშლება ფლორენციის და განსაკუთრებით ლამაზი ხედი არის მზის ჩასვლისას და საღამოს ხანს, როდესაც ქვემოთ გადაშლილ ქალაქში ათასობით შუქი ინდება. აი ამის შესახებ
მე ცალკე კლიპი მაგაკეთებული თუ როგორ ერთობიან იტალიელი ახალგაზრდობა მიქელანჯელოს მოედანზე ხობრალ ფრაგმენტს გაჩვენებთ და მე ცალკე უკვე დავიდებთ ამ მიქელანჯელოს მოედნის დროს ასეთი საინტერესო დახუნძურული დღე გამოგვივიდა თავის ღამით და ცეკვებით და გართობით. მე მიქელანჯელოს მოედანი დავეშვით ფეხით აი ამ შადრევნების გასწვრივ და სიმშვიდეში, სიწყნარეში და ესეთ სილამაზეში სიარულის ეინობის შემდგომ ჩვენ გავემართეთ მდინარის ხიდისკენ. გზაზე მოვისიყვარულეთ ამ კოშკს, რადგან სვანურ კოშკს შევადარეთ და გითხრათ, რომ ძალიან ლამაზი იყო მდინარე. ღამის მდინარე თავისი ანარეკლებით, თავისი უსასრულობით, მართლა ძალიან საყვარელი სანახავია. ასე გადავედით ხიდზე, რადგან ჩვენი სახლი მეორე მხარეს იყო და დავედით სახლში.